თუ თქვენთვის ფინანსები არის მტკივნეული წერტილი, საკითხი, გამოწვევა დღესდღეობით, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ეს ხდება იმიტომ, რომ თქვენში არის ეს შემზღუდველი რწმუნებულებები და გიზიარებთ, იმიტომ, რომ შესაძლებელია თქვენში ეს აღმოაჩინოთ. გიზიარებთ, თანაც გადავწყვეტე, რომ შევაგროვო ეს ფინანსური შემზღუდველი რწმუნებულებები და მე ცალკე ჩემი რაღაცა ნაშრომი შევქმნა ამ თემასთან დაკავშირებით და ყოველ შემზღუდველ რწმუნებულებას ესეთი გაშარჟებული სახელი მივანიჭე იმისათვის, რომ გაგაბრაზოთ. დიახ, იმისათვის, რომ გაგაბრაზოთ, იმიტომ რომ ადამიანი როცა ბრაზდება, ეს ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტ კარგ ეფექტს გვაძლევს ჩვენი გაუმჯობესებისთვის და ამ შემზღუდველი რწმუნებულებების მოცილებისათვის, ვიდრე შენი გენაცვალე შენი ჭირიმე და რომ ცდილობ რომ თავზე ხელი გადაუსვა მოეფერო ხელი შევწყო. ამიტომ ნუ გაბრაზდებით, არა და პირიქით არა, გაბრაზდით. შეგიძლიათ თქვენი გაბრაზებული კომენტარებით დაწეროთ. It's okay, მიჩვეული ვარ. თავარია რომ დაფიქრდეთ, როგორ შეცვალოთ ის, რასაც აღმოაჩენთ. ეს არის მხოლოდ ძილი ნაწილი 1 2 3 4 5 6 7 8 9 არის. სულ აქ სიამბლეში ალბათ 9 კი არა 99. მაგრამ დავიწყოთ მცირეთი. Okay. პირველი შემზღუდველი რწმუნებულება, რომელსაც ეწოდება ეშმაკების მუშა. რატომ? რაში მდგომარეობს ეს შემზღუდველი რწმუნებულება? ჩემი მომსახურების, ჩემი ცოდნის, ჩემი შრომის ფასს ვერ ვასახელებ. ვისთვის არის დამახასიათებელი ეს? დაწერეთ ერთიანები. თუ პირველი რწმუნებულება თქვენია და თქვენ ამას მართლაც ვერ აკეთებთ. ეშმაკების მუშა ხარ, მაშინ იმუშავე უფასოდ რა. მეორე. ზეციური მანანით მოსაზრდოვე. იცით რამდენია ესეთი ღმერთ? ზეციური მანანა. ჩამოვარდება და მით გამოიკვებები. და რაში მდგომარეობს ეს მეორე რწმუნებულება? არამე ფული არ მაინტერესებს. ასე ამბობთ ხოლმე, ფულზე ვერ საუბრობთ, ფულს ვერ ითხოვთ. ძალიან ახლოს არის პირველთან, მაგრამ როგორც წესი ეს ორივე აქვს ხოლმე, ადამიანს ფული არ აინტერესებს და მაგიტომ რაფერს ვერ ასახელებს და ზეციური მანანით იკვებება და ეშმაკების მუშა ამიტომ. თუ აღარ გინდა რომ იყო ეშმაკების მუშა და თუ ზეციური მანანით მთლად მაძღარი ვერ ხარ და გინდა კარგი ჭამა, კარგი სმა, შენთვის, შენი შვილებისთვის, შენი ახლობლებისთვის, შენი კარგი სახკარის ქონა, გარემონტება ან განახლება, კარგ პირობებში ცხოვრება და რატომ ღმერთ რატომაც ფულის გარეშე ეს არ გამოდის, კარგი განათლების მიღება, შვილებისთვის კარგი განათლება. ზეციურ მანანას ვერ იხდია მაშინ. დაწერეთ ორიანი, თუ ეს ფრაზა თქვენ გახასიათებთ. არა ფული არ მაინტერესებს. ვაშარჟებ, დიახ, მაიმუნი კალი ვარ. დიახ, მსახიობური ნიჭიც მაქვს. Okay, ვისაც არ მოგწონათ, ნუ მიყურებთ, ნუ. მესამეს ქვია ინფანტილი. მე არასოდეს გავიზრდები, მე რა 90 წლის ვარ და 90 კილო ვარ. მაინც არ გავიზრდები. რაში მდგომარეობს ეს ზრუნვას? ფული რომ არ მაქვს. და შესაბამისად, ჩემი ახლობლები, ვალდებულები არიან. ცუდად თუ კარგად, მაგრამ მათრიონ და ფული მაძლიონ. ეს ყველაზე დასრულს ეხება, აი ვინც 21 წელზე მეტის ხართ და თქვენი ახლობლები გყვებავენ და გაცმევენ და გაჭმევენ და გაცხოვრებენ. თქვენ ხართ ინფანტილი, რომელსაც არ ეღირსა გაზრდა, ვერ ეღირსა შინაგანი ფსიქოლოგიური ზრდასრულობა. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი ასეთი გზით, უფულობის გზით და სხვებისაგან ამ ფულის და სხვადასხვა სიკარგეების მიღებით იღებს მზრუნველობას. და ამიტომ თითქოს უნდა რომ კონდეს თავის ფული, მაგრამ სინამდვილეში არ უნდა. იმიტომ რომ გონია რომ მზრუნველობა სხვანაირად ვერ მიიღებს, არასწორია ეს. ერთი სიტყვით. არასოდეს გავიზრდები ინფანტილი თუ ხართ და თქვენთვის მესამე მოცემულობა დამახასიათებელი დაწერეთ სამიანი და გადავდივართ მაგდანას ლურჯაზე. ვაშა მეგობრებო. მაგდანას ლურჯა. რაში მდგომარეობს ეს შემზღუდველი რწმუნებულება? მეტი ფულისთვის მეტად უნდა დავიტვირთო, მეტი უნდა ვიმუშაო. და ეს ახასიათებთ ხოლმე შრომის მოყვარე ადამიანებს, რომელსაც არ ეზარებათ შრომა, მაგრამ ამ შრომის ფერხულში ჩართულნი ვერ იაზრებენ იმას, ვერ აქცევენ ყურადღებას, ვერ გადააქვთ ფოკუსი იმაზე, რომ როგორ გავაკეთო ისე, რომ უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური ვიყო, უფრო მაღალანაზღაურების სპეციალისტი ვიყო, რაღაცა სხვანაირად სხვა გავაკეთო, რომ იგივე შრომით მეტი თანხა ავიღო.
ამ დროს იმისათვის რომ მეტი ფული შოვა, საერთოდ არ არის აუცილებელი მეტის მუშაობა. თუ მაგდანას ლურჯა ხართ, მე მქონდა ეს მაგდანას სხვადასხვა ღმერთო, ინფანტილის პერიოდიც მქონდა, არის ფიქრობთ რომ მე ესეთი ის ვარ გასხივოცნებული და სკოლას დავწინი. ვიმეორებ სპეციალურად ვაშარժებ რომ კარგად დაიმახსოვროთ და აღიქვათ და გაბრაზდეთ და მეორე მაგდანას ლურჯას პერიოდიც მქონდა, ინფანტილის პერიოდიც მქონდა და ფასს ვერ ვასახელებ პერიოდიც მქონდა და იმდენი მაქვს ჩემს თავზე ნამუშევარი 4 კარგი და 4-იანი დაწერეთ ხო ვისაც გახასიათებთ მაგდანას ლურჯაობა და გადავედით კიდევ უფრო მაგარ რაღაცაზე რომელსაც ეწოდება მეწველი ძროხა მეწება ვინ ხართ მეწველი ძროხები მეწველი ძროხა რომელსაც ვერ აგროვებს პულს ვერ იყენებს თავის ფულს თავისთვის, იმიტომ რომ სხვები სთხოვენ და გამოაჭამენ. და აი გუშინ ვიმუშავე ადამიანთან, რომელსაც ძალიან უნდა და აქვს შესაძლებლობა რომ მეტი გამოიმუშაოს, 2 აქვს და 5 შეუძლია. ევროზე ლაპარაკი 1500 ევროს. და ვერ აძალებს თავის თავს, იმიტომ რომ მასში ზის რწმუნებულება და ეს არის უბრალოდ რწმუნებულება. რწმუნებულება მარტო აზრი კი არ არის, ეს არის პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოქმედებთ. და ადამიანს ნახევარი თავის შემოსავალი სხვებზე მისდის, იმიტომ რომ უარს ვერ ეუბნება და შემოსავალი კი რომ ვალებს იღებს, იმიტომ რომ სხვებს მისცეს ფული. მეწველი ძროხა და შემეგობრებო, დაწერეთ 5-იანი, ვინც აღმოაჩინეთ თქვენი თავი ამ შემზღუდელი რწმუნებულებების მატარებელი, რები თქვი, ერთი სიტყვით, ხო გამიგეთ. თან გამიგზავნა ვიდეო, მოდი დანარჩენებს მომდევნო ვიდეოში გაგიზიარებთ, ახლა სესია მეწყება და იქაც ღმერთმა იცის რას აღმოვაჩერ, გაგიზიარებთ აუცილებლად და აი ეს მე არ მქონია რა მეწველი ძროხა. არ მქონია? აუ, აი ესე მუშაობს ჩვენი ფსიქიკა ხალხო. Oh my god. ანუ შენ სისუსტეებს თავს ვერ უსწორებ. თქვენ რა გონიათ მე ამ საქმით რატო არ დაკავებული, რომ პირველ რიგში ჩემი ტარაკანები და ჩემი შემზღუდელი რწმუნებულები აღმოვაჩინა და გავთავისუფლდა და როგორ არ ყოფილა. სულ რაღაც ცოტა ხნის წინ რიზვაი ვაგლახით დავამდავე. ვიც ნავს ისინი მიხდებოდა. ვისთვის ვიყავი მეწველი ძროხა. ბევრი ადამიანისთვის ვაიმე. არ ქონია ინგა გოჩელეში თლაშ. კარგი. მეწველი ძროხა. ძროხა, მეწველი ძროხა, დიახაც. ერთი სიტყვით ჩავაძვირფასებო. აი ესე გადაუბღადაობაში, საკუთარი თავის კრიტიკაში, ჯანსაღ კრიტიკაში და საკუთარი შეზღუდვების აღმოჩენაში ვითავისუფლებთ თავს ჩვენს სხვადასხვა პროგრამებში. სულ მალე იწყება ფინანსური ბლოკები, მოიშორე ფინანსური ბლოკები პროგრამა და თუ დაინტერესდით და შეიგრძნით რომ ეს ის სპეციალისტია, ვინც დამეხმარება, მოგწერეთ და შემოგვიერთდით. პასი სასიამოვნოდ გაგაგვირა.